Evri, sneli susti robe, kudmoxtili kvevri, ღვინიანი კოპე, აქ მზით დამწვარ ხელში ღვინით სავსე ჭიქა, იქ ცარიელ ქვევში დამწყდეული ჭინკა, პაპის მონაცემი, მარად საოცნებო, კარმი დამო ჩემი, დამილოცეთ ძმებო, აკაციის ტევრი, წნელი სუსტი ღობე, ღვინიანი ქვევრი, ღვინიანი კოპე. მეხუთე კლასში გავხდით, როდესაც ლექსების წერა დაიწყე. მოდის წინ ზივართ, შეხვდართ ბავშვები და რაღაცას გვიამბობს მამი და ძალიან საინტერესოს და ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ და ამ დროს თვარი ამოვიდა და ძალიან რაღაც საოცარი ის იყო, იცით, და მიიპყრო ჩვენი ყურადღება, როგორ თითქმის რაღაც თითქოს აი ნათელი ეფინებოდა ყველაფერს და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. მამი და მიგრძნო რომ ყურადღება გაგვეფანტა და გითხრა რომ აი თქვენ ხომ ასე ძალიან მოგეწონათ თვარის ამოსვლა. აბა თქვენ იფიქრეთ ამ საღამოს და იქნება რომელიმე თქვენგან აღწეროს ეს სურათიო და დილით მიჩვენებთ. მთელი ღამე არ დავწინებია. დილით უკვე მზად მქონდა მთვარეზე ლექსი. და ეს იყო ჩემი პირველი ლექსი და აი აქ დაიწერა ჩემი პირველი ლექსი ხიდის თავში. ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი, ცელფობდით კიდეც და რა ვიცი ხმაურიანი, მაგრამ სხვათა შორის გაკვეთილებზე მასწავლებლებს ვიყავი მიჩერებული და როგორც კი დაირეკებოდა ზარი, პირველი ვიყავი გავარდნილი გარეთ. სკოლის შემდეგ გაზაფხული თუ იყო მით უმეტეს, მივდიოდით იმაზე რა ქვია, არქიელის გორაზე ავდიოდით. მოინახულებდით ამ სიძველეებს, ვკრებდით იებს, ის იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ იები მოგვეკრეფა. და იქედან რო გადავხედავდით, აი ნათლის სვეტივით ჩანდა შორს თეთრი გელათის მონასტერი და ტაძარი. მამი და ჩემმა იცოდა თქმა, ხომ იციო საიდუმლოს რო ეტყვი ვინმეს, მე იმას თავის მეგობარი ყავსო, იმას კიდე თავისი მეგობარი და მეც არ მინდა. აი ჩემი ხასიათია ეს. ჩემ მეგობრობ, მაგრამ ყველაფერი ის სულიერ საკითხს რაც ეხება, ის ჩემია. მე არ მახსოვს რომ ვინმესთან ჩემი ლექსი წამეკითხოს, ან ვინმესთვის რამე მეჩვენებინოს. მე ასეთი რამე არ მახსოვს. ეს ყველაფერი ჩემს გარეთ ხდება. ის ჩემი რაც არის ჩემშია და იმის პატრონი მე ვარ. შეიძლება მოუციათ კითხვა დარბაზიდან, როგორ იწერება ლექსი. ჩემი პასუხი ასეთი და ეხლაც ეს უნდა გავიმეორო, კიდე კარგი, არ ვიცი როგორ იწერება ლექსი, მე არ ვიცი როგორ იწერება საერთოდ. რაღაცა ხდება. მაჭარსაც დაღვინება ხომ უნდა აცალო რაღაცას. მაგალითად დღევანდელ მეს კარგად მახსოვს, გუშინდელი ლექსი აღარ მომწონდა. 45 წლამდე ყველაფერი გავანადგურე და დავხიე. ვნანობ არც ერთი წუთით არ ვნანობ, არც მინანია. ეს ასე უნდა მომხდარიყო. არა მარტო მაგას ვხებდი, აი დღესაც ვიცი სურათების დახება ჩემი. ვხებ. რაც არ მომწონს. ასე მგონია, სხვაგან არ არსებობს ის სურათი. ჩემთან არის და მე მშვიდად ვარ. ამას რომ ვაკეთებ. მე არა ვარ აქტიური ბუნების ადამიანი, ძალიან ინერტიული. აი რასაც ღმერთი მომცემს, რომ მიტყვიან. აი იმას მივყვები და მე რო ეხლა ხელახლა
თავს ახლად ვერ ვინიშობს, მაგრამ ხელახლა რომ მოვიდე ამ ქვეყანაზე, მხოლოდ ამ გზით ვივლი. არავით არის გაუმჯობესება, არავით არის სხვა გზები.